გამარჯობათ პატივცემულო რადიოსმენელებო, გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ გელაზე დილაშვილი, გაზეთების ალიასა და ქრონიკის ჟურნალისტი. ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი გადაცემით ალიას დროით. შეგიძლიათ დავიკავშირდეთ ტელეფონით გადაცემის მსვლელობისას 2-388-105. შეგიძლიათ გვიყუროთ ინტერნეტ ტელევიზიით ობიექტივი წერტილი.net. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მე მგონი სწორად ჩამოვაყალიბე, ქალბატონი ლელა ჩახვაძე. ქალბატონი ლელა დღეს გვესაუბრება არა მხოლოდ თავისი მოძრაობის ასე ვთქვათ პრობლემებზე, წინსვლაზე თუ ასე შემდეგ, ამას მერე გავარკვევთ პრობლემებია თუ წინსვლა არის. მანამდე მინდა ვისაუბროთ იმის თაობაზე თუ რა ხდება გურიაში. ახლა ჩვენც გვაქვს ინფორმაციები, ობიექტივსაც, ალიასაც იმის თაობაზე, რომ რაღაც ისე ვერ მიდის საქმე რეგიონებში, როგორც უნდა იყოს. ისე არ არის. რაღაც ვერ არის რიგზე. დავიწყოთ გურიიდან, რა ხდება გურიაში. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. გურია ერთ-ერთი პოლიტიკურად აქტიური რეგიონია, მოგეხსენებათ. ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, ერთი კარგი ინფორმაცია მაქვს ბატონო გელა, გურულებს გიჟი გურულის, გადარეული გურულის ძეგლი აიღეს, ესე იგი დავჭკვიანებულად გურულები და ეხლა ალბათ ახალი გურულის ძეგლს ეს რამდენიმე ხნის წინ როცა გაიხსნა პოლიციის შენობა ლანჩხუთის რაიონში ბატონი გოგი ოჩიაურის ძეგლი გახდა დაჯანყებული გურულის ძეგლი და გურულის აჯანყებული უნდა იყოს მე ესეც წამოვიდნენ რომ ამ ეტაპზე გურულები ძალიან დინჯად არიან აჯანყების და რევოლუციის სურნელი ნამდვილად არ გახლავთ სურვილი არა ესე იგი გძინავთ ესე იგი არ ძინავთ ვფიქრობ რომ ეს არის დიდი დუმილი არის ამ წუთას გურიაში და დუმილი ხო იცით უფრო საშიშია დიახ ქარიშხლის წინ ვიდრე რაღაც გამოსულები და ესე და ესე კიდე ახლა გურია არ განსხვავდება დანარჩენი რეგიონებიდან მაინტერესებს რა იცი მოდი დავკონკრეტდეთ ახლა ვერ ვიტყვით რომ ბატონო გელა ერთი წუთით აუცილებლად ერთი რამე მინდა გითხრათ დღეს არის 7 წლის თავი ბატონი ზურა ჟვანიას გარდაცვალებიდან. ზურა ჟვანია ჩემთვის იყო პოლიტიკური, არა მარტო პოლიტიკური ფიგურა, ეგ იყო პოლიტიკაში ძალიან ღირსეული ფიგურა. პირველად და ბევრი ნოვატორული შემომტანი ქართულ პოლიტიკაში გუნდური პრინციპი პირველად მოგეხსენებათ რომ ბატონმა ზურა ჟვანიამ დანერგა ქართულ პოლიტიკაში ნუ დასავლეთის მიმართულებები თუ ძალიან ბევრი რაღაც და მე ჩემთვის ყოველთვის ეგ დღე ძალიან მძიმეა იმიტომ რომ მე ვფიქრობ ბატონი ზურა ჟვანია რო ცოცხალი ყოფილიყო ძალიან ბევრი არა სასურველი მოვლენები რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ალბათ არ იქნებოდა და თავიდან აცილებული იქნებოდა და მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ეს ადამიანი და მისი უდიდესი ღვაწლი ახალ ქართულ პოლიტიკაში ეს მინდოდა აუცილებლად ამევნიშნა მე უერთდები შეს ნათქვამს და მე ყოველთვის ვამბობ რომ ის რო ცოცხალი ყოფილიყო ჩვენი ეს ჟრიამულა ბიჭი ამდენს ვერ გაბედავდა. ეგ იყო შემაკავებელი ძალა. ამიტომაც საეჭვო ხდება ის რა თქმა უნდა, ეგ საეჭვოა ჩემთვის არის ეს ნათელი. ისე მიდის პროცესები რომ რაც დრო გადის საეჭვო ხდება რომ ჟვანია მოშორებულია, ჩამოშორებულია. ეგ ჩემთვის მეორე დღესვე ცხადი იყო რომ ის ყველაფერი დადგმული სცენარი იყო და სინამდვილეში თავიდან მოიშორეს ერთ-ერთი ძლიერი ფიგურა რომელსაც ვერ ათამაშებდნენ ისე როგორც ეხლა ჩვენი პრეზიდენტის შეუძლია არა უხეშად ვიტყვი ახლა პარადიმე ახლა როგორც მახსოვს მიყავდა ზურაბ ჟვანიას 2004 წელი გავიხსენე იმიტომ რომ მე გიყო ადამიანი ვინც თავის თავზე მუშაობდა დღეღამეში ალბათ 15 საათის განმავლობაში ის ფლობდა უდიდეს ინფორმაციებს არა მარტო ქვეყნის გარეთ შიგნით ცოტა უხეშად რო ვთქვა აი დამლაგებელიც კი არ ინიშნებოდა რეგიონში ბატონი ზურა ჟვანია რო საქმის ყურში არ ყოფილიყო ანუ ადამიანს რომელსაც აქვს ძალიან დიდი ინფორმაცია ის ყოველთვის არის ძლიერი იცის მან თქვა ვისთან
აქვს საქმე მის პოლიტიკურ ფიგურებს ადგილზე, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ, ვის უნდა ნდობა გამოეცხადებინა, ვისთვის ნდობა არ გამოეცხადებინა და დღეს ეხლა ეს თემა ჩემთვის შეიძლება ჩამითვალოთ რაღაც ახირებად, მაგრამ უნდა ვთქვა ერთხელ კიდევ რომ აი ჩემი გამგებლის მაგალითზე გეტყვით რომ აი დღეს ლანჩხუთის გამგებელი არის ადამიანი, რომელმაც მიშას ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა თავის დროზე. წიხლი ამოარტყა და ანუ მე მინდა ვთქვა რომ აი დღემდე არის ის მიშა სააკაშვილმა რომ არა მერწმუნეთ რომ არის წიხლი კი არა სკოლაში ვინ აწყენინა მაგას და აი ეგ მაშინ ეცალა ბატონო გელა ამისთვის და დღეს უკვე ამინაირი ინფორმაციებისთვის არ ძალიან კარგად ძალიან ყველა ციხეშია ეგ როგორ გამოეპარა არ ვიცი ხო ეგ მე მგონი მსმენელი ყავს ლელა ერთი წუთით მოусმინოთ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობათ მოგესალმებით ძალიან ქართულებს მოგექნება ესეთი მოკლემოცები ვაკრია თუ ამაზე მეხსიერებადი ნახშის ძალიან ძალიან მესვამბატი ზურაჟანია მე მაგალითად თუ ამბიონების გამო რომ ნამდვილად მესმაყადია ზურაჟანია ერთ-ერთი ასე ვთქვათ კანონიერი ხელისუფლების ასე ვთქვათ დამამხობელი სამი დეპუტატი შევარდნაძის პარლამენტის სპიკერი ხო დიახ ანუ რაც ის შემდეგ ყველაფერი რაც დღემდე ვიდრე დღემდე განვითარდა და ვითარდება ანუ საქართველოს მონაწილე ხო და ამასაც უნდა ვიზუალიზოთ და აი ასე ვთქვათ რომ მე სამიუტეოს კი ბატონო ანუ ის დომინანტები რაც იყო მესმის ქალბატონო დიდი მინდა კი აი ასე ძალიან ცოტა ვაკლები ცოტა ხანაირად ისაუბრებდა მასე თუ ჩავყვებით კი ბატონო ქალბატონო კი დღემდე აგაშიფრულა კანონიერი ხელისუფლების დამხობის დეტალები დღემდე ხო ვინ ამონაწილეობა მიიღო როგორ მიიღო და ამ ბედნიერებაში დღეს როაც შეიძლება ამ პიროვნებით ცოტა ვაკლებს არის აი მე სამესმაპატიოს და მისულ საპატიოს დიდი მადლობა ანუ ეხლა მე გამოდივარ ეხლა მასე ჩავყვებით კი ბატონო რაღაც ნაწილობრივ გეთანხმებით კი ბატონო გასაგებია ოღონდ მე გამოდივარ იმ პრინციპით რომ გარდაცვლილზე ან კარგს ლაპარაკობენ ან აღარაფერს ის ადამიანი აღარ არსებობს ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ იმ დეტალს აი მე მახსოვს ეხლა ის პერიოდი როცა ესენი მოვიდნენ ხელისუფლება ძალაუფლება როცა ჩაიგდეს ხელში ზურაბჟვანია უფრო დემოკრატიული იყო და გახსნილი იყო, იმიტომ მე მახსოვს ტელევიზიით გამოდიოდა და ამტკიცებდა რატომ უნდა გაყიდულიყო და რამდენად უნდა გაყიდულიყო ფოთის მაგალითად პორტი, ხო? ამას უმტკიცებდა ხალხს და ოპონენტებს და ეხლა სააკაშვილის ბოდიში და ფეხებზე კიდია რაც არ უნდა გაიყიდოს, არავის მტკიცებას არ დაუწყო. ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ რომ ასე ვერ იბაირამებდნენ. დარჩენ ეხლა რა იყო ზვიადგამსახურდიას დრო და ეს ყველაფერი გვახსოვს. მოკლე მეხსიერება ნამდვილად პირადად მე არ მაქვს. გავაგრძელოთ ახლა რა ხდება გურიაში, მინდა გითხრათ საინტერესო და პოლიტიკური თვალსაზრისით ნამდვილად არაფერი არ ხდება, გითხრათ მართალია, აი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა ძალიან შორიდან დაიწყო, ერთი კრემლში არ ყოფილა სტალინთან თუ არა, დანარჩენი რაც მოხდა საქართველოში ყველა მოვლენების ეპიცენტრში ყოფილა და ესეთი მართლა ესეთი პაუზა მე არ ვიცი ყოფილიყო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ აი დიდი მოლოდინი იყო ხალხში ბატონი ბიძინას გამოჩენისთანავე და უფრო მეც ელოდა ნუ საზოგადოება ეხა მე ვერ გეტყვით აი ისე შემოვიდა ბატონი ბიძინა რომ მოლოდინი გაჩნდა აი ძალიან მოკლე ხანში რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცები მოხდებოდა და ეს მოლოდინი ამჟამად ცოტა გაქარწყლებული გახლავთ იმიტომ რომ ჯერ მოგეხსენებათ რეგიონებში ჩამოყალიბებულიც კი არ არის თქვათ ბატონი ბიძინას რეგიონალური ოფისები ამ მსგავსი რაღაცები და დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი ველოდებით ზემდგომის გააქტიურებას რომ ჩვენც ადგილებზე შესაბამისად მოხდეს ჩვენი გააქტიურება თორემ არა რაღაცა ისინი ჩამოყალიბებული არის ოფისების დონეზე ხო არა ნუ ჩვენთან მაგალითად გურიაში არ გახსოვთ უბრალოდ მონახაზი არის მონახაზი რომ აი ვინ უნდა უხელმძღვანელოს თქვათ
ჩვენს რეგიონში, რაიონულ დონეზე ორგანიზაციებს, ესეც არაოფიციალურად ვიცი, აი მოსაზრებები ჩვენს ადგილობრივ მედიაში იბეჭდებოდა რამდენიმე ადამიანზე და ეს არის და ეს მეტი მნიშვნელოვანი, ნამდვილად არაფერი მე არც ერთი პრესკონფერენცია არ მინახია ბოლო თვეების განმავლობაში, თქვათ, ჩაეტარებიოს ამ რომელიმე პარტიის წარმომადგენლებს გულისხმობ იმას, რომლებიც ბატონ ბიძინასთან არიან და მეცაც გეტყვით იქ ადამიანები არიან, რომლებიც დღეს მუშაობენ სახელმწიფო ორგანიზაციებში არიან დასაქმებულები. მე სხვათაშორის გუშინ დამირეკეს ყვარლიდან ერთი პიროვნება მეუბნება ასეთ რაღაცას, რომ გახსნეს ოფისიო, შეიტანესო ბოდიში რუსული კალკისთვის მეშოკებიო შეიტანესო და იმ მეშოკებდა რაღაც ძალიან ცუდის უნი გამოდის. კაცო მე თუ რას ლაპარაკობ? რა მეშოკები რის ცუდის უნი რა არის? ასაფეთქებელი ნივთიერება ხო არ შეიტანეს რამე რაღაცა ტროტილი რაღაცა რა ვიცი რა ქვია მაგას ვერ ყვევი მაგრამ არა მეშოკებსო ვეძახიო იმ ადამიანებს რომლებიც იქ შეიტანეს და დაალაგესო და სხედან გარეთ არ გამოდიანო კაცო. ეთყობა ქუჩა მიშამ ხომ არ წაიღო და ოპოზიციას მგონი აღარ დარჩა მიუხედავად იმისა ფაქტი ერთია ქუჩაში შეხვედრები აქვს ჩვენს პრეზიდენტს ძალით მისული ხალხია მიშასია ქუჩაც ხელისუფლება თავისთავად სახელმწიფო უბანიც მიშასია და კორპუსიც მიშასია ჯერჯერობით ვთქვათ რეალობა რომ ესეა და ბატონი ბიძინადან იმიტომ დავიწყე რომ აი მეტი შესაძლებლობები ქონდა ამ პარტიას საიმისოდ რომ უფრო გააქტიურებულიყო თუკი მართლა აპირებს ხელისუფლების ჩანაცვლებას და დიდი კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლას ხელისუფლებაში. რა ვიცი კაცო ქარიშხალივით კი შემოვარდა და მე ეხლა მე უნდა ვეხვეწო ის გააკეთე მეთქი? ეხლა რაც შეეხება ჩემს პარტიას, ეხლა სხვის პარტიით იმიტომ დავიწყე რომ აი მოლოდინი ხალხის ამ თვალსაზრისით უფრო იყო და ეხლა ჩვენ ცოტა ჩვენი პარტიის პრობლემები მოგეხსენებათ ბატონო გელა, ეგ ძველი დავალიანებები რომლებიც მემკვიდრეობით აგვიტოვა ზურაბ ნოღაიდელმა ვერ გავახსენე ახლა რადიოსმენელს და ტელემაყურებელს რომ ეს ის პარტია რომელიც ჩამოსცილდა ზურაბ ჯვანიას კაცრავად მაპატ ზურაბ ნოღაიდელს და ახლა ცალკე არა მე ცოტა შეგისწორებდით ჩვენ თავმჯდომარე გადავირჩიეთ რომ პარტია ხო ზურაბ ნოღაიდელს ჩამოსცილდა ანუ პარტია რა ასე რა დავაშავე ახლა სწორად გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ მოგესალმებით რასაკვირველია დიდი იმედი გაგვიცოდა ივანიშვილის შემოსვლის აღთვალებულები უცბად როიტბენ იმედი როიტბენ გაგვიცროდა იმ გაგებით ლაპარაკობ მე ამას რომ ეს მთავრობა ერთი პენსიონერის დონეზეა უკვე დაცული ისი აკონტროლებს ყველაფერს მე პირადად სადაზღვევო პოლიცია აღარ მომიტანეს იმიტომ რომ მე ვარ ოპოზიციონერი თუ აი რა ხდება ქვეყანაში და ესენი ხედავ და იქ რესპუბლიკელები ეგენი არჩევენ საკითხებს რომელი პარტია მიიღონ რომელი არ მიიღონ ასე ქვეყანას არ ეშველება მე არ ვიცი გეთანხმებით ქალბატონო ერთი მოვიდა ჩემი ახლობელი და მეკითხება რომ რა ვქნაო ჯერ პოლიცია არ მიიღიაო და ჯერ რაღაცა მაგ კიდე ასაღებიო რაღაც სოციალური დახმარებო და ჯერ ვიყვირო თუ არაო და არა მე ვთხარი ჯერ აიღე და მე რეიყვირე მეთქი და თქვენც ხუმრობით კი გეუბნებით მაგ ყოველთვის უნდა იყვიროთ უსამართლობის წინააღმდეგ მაგრამ იქნება აგეღოთ და მე გამხდარიყავით ოპოზიციონერი ამათ სხვანაირად ვერ გამოსტაცებთ. ვიგებით საქართველოში ძალიან დიდი ნაწილია მე ჩემს რაიონში მაგალითად 6000 ადამიანია სოციალურად დაუცველი და სულ მყავს 29000 ამომრჩეველი. ანუ ამომრჩევლის მესამედი თითქმის არის სოციალურად დაუცველი წრიდან და მე ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა ადგილობრივი არჩევნების წინ მოუხსნეს კიდეც ჩემს კოორდინატორები ექვიოდა მაშინ ესე იყო კარდაკარის პროგრამა როცა ხორციელდებოდა რამდენიმე ადამიანს მოუხსნეს სოციალური დახმარება მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი მაინც უკან არ დახეულან და ბოლომდე მიიყვანეს ის საქმე რასაც პატარა რაღაც არ ქვიოდა 14% ავიღეთ ჩვენ ლანჩხუთის არჩევნებში, ადგილობრივ არჩევნებში თვითმმართველობის. თუმცა ეგ არ დაგვიფასა ჩვენმა.
მაშინ გადაგაგდოთ მაგაზე ვილაპარაკეთ. მე ვიტყვი რომ თავისი თავი გადააგდო ყველაზე მეტად. ეხლა ვალის გასტუმრება ღირსების საქმეა. მაშინ როცა ადამიანს ამის საშუალება გაქვს და ამას არ აკეთებ რაღაცა მოტივის გამო, თუმცა მინდა ვთქვა რომ ეხლა ამ თემას გვერდს ვერ აუვლი. ლელა ბოდიში მსმენელი გველოდებოდა შემდეგ გავაგრძელოთ. გისმენთ? ერთი საოცრება უნდა გითხრათ საერთოდ ბატონო. აბა მითხარით. მე ცხოვრობ აგერ ხალხიდაზე. დიახ. ეხლა გესმით ქალაქის მერის მეზობელია. ხო, რამხელა ბედნიერება ეგა? ხო, დიდი ბედნიერება არის. დიახ. მართლა ბედნიერი ოჯახი იყო, საერთოდ. სანამდვილად მაგნიტი. დიახ. კოორდინატორები დადიოდნენ გუშინ. დიახ. ხო და ეხლა წერდნენ სიას ოჯახებში თურმე. დიახ. და ჩემი მეუღლე 85 წლის არის დაბადებული მისი პაპა. თითოეული პაპა. და რომის მისულა სხვა მეზობლებთან იმას უთქვია, ეგასთან მიდიოდა, ეს სია ქონია ხელში. იმანიცის ვისაც ცხოვრობდაო და ცხოვრობსო. მოვიდნენ ჩემი მეუღლესთან და გამოიდეს სია და კითხულობენ. ესა და ეს გვარი, ესა და ეს გვარი, ჩემი მეუღლე არ არის ცოტა მაგას მაგრამ რაღაცა. როცა მოწადეს სითა გვარები, მე მომეცით ეგახაო უთხრა. ერთი მაჩვენე ტექსტია და მის სახელში. ხო და თქვენ საიდან ახარცო და რა ხედავ კიდაცო საიდან ამარო. მე საიდან ვარ რა კიდაცო. ხო და მინდა განჭირდება. აი ეს გვარი 50 წელი ახაო მათა ამ ქუჩაზე მე და ჩემი მეუღლე ვარ ყველაზე დიდები 85 და 83. პატარა ქუჩა არის ძელი და საფუძვლის მე დიდი არ არის. დიახ. ხო და ამ მეზოში არ არის 50 წელი არ არის ცხოვრობს, ამ მეზოში 20 წელი არ არის ცხოვრობს, ამ მეზოში საერთოდ არ ცხოვრია და ასე. საიდან არის ეს ეგაო. ეს ხალხი თქვენა ვინ მოგწასო და წინა ვეისტრიკი იყო. სახმართველობა იყო ადრე. ხო, სახმართველობა კი არა, კიდე იყო პლეხანოზე იყო. დიახ. ბოლო ვინ იყვნენ, ვინ? ხო და მე მიხვდა ვინც იყო, ვინ იქნებოდა? ვინ აბა? და ვინა? ნაციონალები? ნაციონალები დადიან ასე კი, უკვე დაიწყეს. დადიან, რაც დადიან. კარგით, ქალბატონო, დიდი მადლობა. უთხრა, ეხლა მეო ამას არ გაძლევთო და მე ვიგივარ სადაც ადგილიაო. შეხვედრე მუხლებში ჩაუვარდნენ, მოგვეცით ასე, მაშინ ადგა ესე გადაუხია 4 იმას დაწესდა და გადააგდო წადით ეხლაო. ქმენი დედა ქმენი. აი ეგრე უნდა უთხრათ. დიდი მადლობა. ნაციონალები დიდი ხანია საარჩევნო რეჟიმში. არა, ნაციონალია თუ არ არის ნაციონალი, რომ მოდის წესია, უნდა გითხრას ვინ არის. ვინც არ გეტყვის, უნდა უთხრა წადით თქვენი დედაცო. ვა. მოკლედ და კონკრეტულად. ეხლა რა ხდება, როგორ ბაირამობენ ნაციონალები გურიაში? ის მომიყევილა. როგორც ბაირამობდნენ ბატონო გელა და მე მგონი კიდევ უფრო კომფორტულად, იმიტომ რომ ეხლა სხვა არ ჩამომართვა თავის ქებაში, მაგრამ როცა ჩვენი პარტია იყო აქტიური, დისკომფორტი ექნებოდათ, მაგალითად ჩვენი რეგიონის პროკურორი ილია ჯალაღანია სწორედ ჩვენი პრესკონფერენციების და იმ თემების ამოწევით დაითხოვეს, რაც ჩვენმა პარტიამ შეძლო მოპოვება ინფორმაციების და ეხლა ჩვენც რომ გითხრათ, რომ აი ძალიან აქტიურები, რატომღაც ვერ ვართ ამ ეტაპზე და აქედან გამომდინარე სხვა პარტიები, ეხლა გითხარით და ეხაც გამეორდები, რომ არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ იგრძნობა. ეხლა ნაციონალები იგებენ ისა რა ქვია ტენდერებს თავიანთ ხალხს აგებინებენ
სოფლის პროგრამებში არა ხალხის, არამედ გამგებლების მოსაზრებებით ისმება ის პროგრამები, რაც მათთვის უკეთესი ან ხელსაყრელია, ამაში გულისხმობ ფინანსების გადანაწილებას ისე, რომ უფრო მეტი მათ დარჩეს და ნაკლები საქმეს. ტერორი გრძელდება განსხვავებული აზრის ადამიანებთან, ისე როგორც იყო თუ კი ვინმე გამოჩნდება, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის ძალიან ისე სიტუაცია, პოლიცია და უშიშროება აკონტროლებს ყველაფერს, როგორც აქ დანარჩენ საქართველოში და ესე მიდის ჩვეულებრივ რიტმში ნაციონალებისთვის ხალხი რას ამბობს? არც არაფერს არ ამბობს ხალხი. მე სულ მაინტერესებს, რას ამბობენ წყაროზე. დიახ. აი რას ამბობენ? ყველაზე საინტერესო თემაა შეგუების პროცესი მიდის ამ ყველაფერს. მე მართლა გაოცებული ვარ, შემგუებლობა იმდენად დიდია, რომ აი ადამიანებს თქვათ ელემენტარული პირობები არ აქვს მე რომ მივიდეს აი ამდენი ის გახსნა მიშამ ხო ამ ბოლო თვეების განმავლობაში ახალ წელს სავადმყოფოებიდან გვილოცავდა. ვინ შედის? იქნებ გამაგებინოთ ამ სავადმყოფოებში. კი, ეგ ცოტა უფრო ადრე, ვიდრე ეხლა ბოლო თვეები, ეგ ავერსის კლინიკების გახსნა ხო, ეხლა უფრო ბუმია და ჩვენ. გურია დიდია, მაგრამ სადაა შენა კონკრეტულად? ყველა რაიონში? ყველა რაიონი, ისა ოზურგეთში გახსნა 15 დეკემბერს და ჩვენთან გაცილებით დიდი ხნის უკან იყო, წელიწადნახევრის უკან ალბათ. თქვენთანაც რო შეხვალ სავადმყოფოში გამარჯვებაში იღებენ 20 ლარს? დიახ. ხო, ეგრე დამირეკეს. შეღავათი გურულები არის. ჭიათურიდან და დამირეკეს რატომღაც რა ვიცი, ლამის არის ერის მამად გამოვაცხადო თავი კაცო, ყველა მე მირეკავს და რაღაცა მე ერის მამა, ეხლა ერის დედობას ვაპირებთ ქალბატონები თქვენ თუ ერის მამები. რო შეხვალ ესე იგი, გამოგიწერენ თურმე ქვითარს, აწერია Z, ვიზიტი. და აწერია 20 ლარი, ანუ შესვლა მხოლოდ სავადმყოფოში და გამარჯობათ ექიმო. და ამას გაძლევენ და 20 ლარი უნდა გადაიხადო ამ გამარჯვებაში. და მე თუ გასინჯვა გინდა რაღაცა და ის მე უკვე ის სხვა ხო ეხლა გააბედნიერეს გურულები ისე როგორც სხვა ის 30 ლარიანი ის დაურიკეს ვაუჩერი თუ როგორც ქვია და რომ მოვდიოდი გამგებლის ინტერვიუს ვკითხულობდი და ისე რა ცუდიაო 30 ლარიო ეგ 5000 მეტრო მიწის დახვნისათვის და დათესვისათვის საჭიროაო და იქნება ამიხსნან რამნაირი მათემატიკით რა გათვლებით არის 30 ლარი საჭირო 5000 მეტრო მიწის დამუშავება დათესვისათვის. ანუ ეგ კიდევ ერთი მიწა არის 9 ჰექტარი? 9 ჰექტარია, ხო არ ვწდები? დიახ, 9 ჰექტარი გახდა. 9 ჰექტარ მიწას მოხნას, დათესვას აი, მარტო მოხნას და დათესვას. ხო, სასუქი უნდა ის. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგას ჭირდება სადღაც 400 ლარამდე თუ 400 ლარამდე, კი. კი. სადღაც 700-800 ლარი ჭდება 1 ჰექტარი. ლეხებთან გავიარე ის კონსულტაციები და ახლობთ ესე ჭირდება 400-500 ლარამდე ჭირდება. ამაში კიდე იგულისხმება ის რომ თვითონ იმ სამუშაო ძალა დაქირავებული 20 ლიტრი დიზელი საწვავი მაინც ჭირდება. არა, 20 არ ეყოფა. 20 ლიტრი საწვავი ჭდება მარტო 40 ლარი, ხო? 30 ლარი საიდან უნდა საიდან ისე კბილების ის არ დაურიგებიათ ვაუჩერები. 40 კილოგრამიანი სასუქი 42 ლარი თუ რაღაც ადგილზე აქ აზოტის ქარხანაშია, იქ ჩამოტანილი 40. კბილების ის არ დაურიგებიათ ვაუჩერები? რისი? კბილების. სხვათა შორის მე ნახე უკვე ნიმუში. სასაული. აწერია მაგ კბილების ვაუჩერი და აქეთ არის ჩვენ საქართველოს დროშა და აქეთ კბილები არის დახატული, ესე იგი ციდან ცვივა კბილები რა. აი ესე სახალწლო ის ხო გინახავთ არა? კბილის ვაუჩერი რა თუნდაც საკვების საკვები არა, ვაუჩერს აძლევენ. დაკარგა ფუნქცია. ის მიიტანს იმაში რა ქვია კბილის სტომატოლოგიურ კაბინეტში სადმე და ამით და მე რა ვიცი რამდენი მაგრამ ფასი არ აწერია. მაგრამ პირველი ის არის რომ აი ეს ხალხი რომლებიც ამ დღეშია და ეხა ადამიანს როდესაც შეა და ლუკმაპური ენატრება იმას ვერ მოთხოვ ღირსებებზე იქ ლაპარაკი არ არის პირდაპირ თქვა და აი ამიტომ მიიყვანა ხალხი იმ ზღვრამდე რომ აი
იმისი პროტესტის გრძნობაც კი აღარ გააჩნია და ძალიან ხშირად მომისმენია, რომ იმ ადამიანებიდან, რომლებიც არც სამსახურებში, არ საჯარო იმაში ყავთ ვიღაცები, მაინც რომ ისევ მიშა, ვიცით, ის რომ მოდის კიდევ ახლის მოსლას, ისევ სველი და რაღაც და ნუ მიფიქრია. ანუ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებად ვერ შევდექით და ის ხელისუფლება ყავს, რომლის ღირსიც კი ვართ, მოდი ვთქვათ. მე ხანდახან არ ვეთანხმები ხოლმე მაგაზს, იმიტომ რომ ეგ ფრაზა ჩვენ მოგვესადაგება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ავირჩევდით ამ ხელისუფლებას. კარგი 2003-ში ჩავცვივდით იმაში, რა ქვია, ეიფორიაში და ავირჩიეთ. მივეცით ხმა, არ ვიცი. კი ბატონო. როგორც შევარდნაძე არა და დიახ, ვინც გინდა იყოს. გინდა ეშმაკი და ეს ამაზე მე ვფიქრობდი სულ ამაზე უარესი ვინ იქნება მეთქი, მაგრამ თუმე უარესი არ დაილევა. არა, მე მასე არ ვთვლი. მე წინ გადადგმნა ბიჯათული მაინც. უნდა მოსულიყო, ბიშა ის შევარდნაძე უნდა წასულიყო. და ახალი ხელისუფლება უნდა იყოს არჩევნილი, წასულიყო, აი არჩევნები, მაგრამ არჩევნებითაც მაშინაც ესენი მოვიდოდნენ. ისევ ესენი მოვიდოდნენ, მაგრამ არა. უფრო ლამაზად მოვიდნენ. მაგრამ მეორედ უკვე 2008-ში ეს უკვე გაყალბებული არჩევნები იყო. ახლა ვიცით რომ და მაშინ ასე ვთქვათ, როცა გაგვიყალბეს არჩევნები, ჩვენ რა ვთქვით მაშინ საზოგადოება? არა, მე ვამბობ რომ როდესაც გაყალბებით მოდის ხელისუფლება, მაშინ არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ. როცა მე ვირჩევ, მაშინ კი ბატონო გეთანხმებით რომ რაც ერი ის ბერი. კი ბატონო. ხო, მაგრამ ეხა ეს ყველაფერი ხო ჩვენს ირგვლივ ხდებოდა ეს გაყალბებაც. მოდი ვთქვათ ესე. ჩვენ გვერდით ხდებოდა იგივე დაშინებები, ის მოსყიდვები, ყველაფერი და მოდი ვთქვათ ეხა რა რაიონებში მართლა ძალიან მიზერულ ფასად იყიდებოდა ხმები. 10 ლარად. ანუ მაინც ჩვენ მიგვიწვის გარკვეული წვლილი ამ ყველაფერში. ახლა ისე არაა რომ მარტო ხელისუფლება და ჩვენ ვართ რაღაც ანგელოზები, არა. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშე, თუნდაც იმიტომ რომ აი გლეხს თავისი საქმე აქვს და ჩვენ უნდა იმდენი პოლიტიკოსობაზე ვინც თავს დებთ და გვაქვს რაღაც ამბიციები, რომ იმ ადამიანებამდე მივიტანოთ სწორად ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ეთქობა ეგ ჩვენ ვერ შევძელით ოპოზიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში. და ესე რომ ცალმხარით არ უყურებთ მე ამ ყველაფერს რაც ქვეყანაში ხდება. ელა შენ იყავი თავის დროზე მუშაობდი ნაციონალებთან, ხო? თუ უბრალოდ რაღაც თანამდებობა გეკავა? დიახ, მე ვიყავი სოფლის მეურნეობის, რუსათისმმებლობის და ვეტერინარიის რაიონული სამმართველოს უფროსი. აი სამმართველოს უფროსი. დიახ, სამმართველოს უფროსი გახდით. 2003 წელშიც ეგ თანამდებობა მეჭირა, ანუ შევარდნაძის დროს, მაგრამ აქტიურად ვიყავი ჩაბმული ახალი ხელისუფლების მოსვლის კამპანიაში. მე და ჩემმა მეუღლემ ვანო ჩხარტიშვილმა და ნიკა ჩხარტიშვილმა ჩამოვაყალიბეთ პირველი ნაციონალური მოძრაობა ლანჩხუთის რაიონში, მოძრაობა. შემდეგ იყო პარტიად რამდენიმე ხნის შემდეგ ჩამოყალიბდა პარტიულ ორგანიზაციად. ანუ იმის თქმა მინდა რომ მე ვიყავი სახელისუფლო შტოს წარმომადგენელი, მაგრამ ყოველთვის ვაპროტესტებდი იმას, რაც მიმაჩნდა, რომ არასწორი იყო ჩემი ქვეყნისთვის. შემდეგ მოხდა ისე, რომ მე ბატონ ზურა ჟვანიას მიმართ კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რა თქმა უნდა, ყველას თავის შეხედულება და ყველა აზრს არსებობის უფლება აქვს, მე ჩემს პატივისცემას. და მე გავაგრძელე მოღვაწეობა დემოკრატებში. მაშინ ზურა ჟვანია იყო ხელმძღვანელი და პირველი ნომერი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გახლდათ. და აქტიურად მაშინაც იყო დაშინებები, მე გეტყვით რომ დამიბარა მაშინ გამგებელმა ქალბატონი ნინო ჩამოვიდა 27 აგვისტოს უნდა სტუმრებოდა ლანჩხუთს და წინა დღეს დამიბარა მასთან და გამაფრთხილა რომ არ გაბედო რომ დახვდე შენ ქალბატონ ნინოს, თორემ მეორე დღეს სამსახურში აღარ იქნები. ეხა და სხვათა შორის ცუდად თქვა მაშინ, აი ძაღლებით მარტო იყოსო, არავინ არ იყოს მის გვერდით და ეხა მე რომ მაგაზე არ წავიდოდი, თქვენ იცით ასე თუ ისე ჩემი ხასიათებიდან გამომდინარე, მეორე დღეს მთელი გაზეთები აჭრელებული იყო ჩემი და ქალბატონი ნინოს სურათით. და მე შევედი განცხადებით მაშინდელ გამგებელთან და
თხოვე ჩემი განსხვავებული მოსაზრებების გამო გთხოვთ გამათავისუფლოთ სამსახურიდან მეთქი და ისე კი ხარ ღირსიო, მაგრამ ამის გამო რომ შენ სხვა შეხედულებები გაქვს, ნამდვილად ვერ გაგიშვებო, შენ ნუ არ ვიცი, ახლა ჩემში პროფესიონალს ხედავ. ვა, ვინ იყო ეს ვაჟკაცი? დიახ, ეგ იყო შევარდნერამიდა თქვა, იცი შევარდნაძის დროს იყო ეგ და მაშინ ბევრად უფრო მეტი დემოკრატია იყო ქვეყანაში ვიდრე დღეს. და შემდეგ ჩემი ანუ ნინო ეს შენ ყვები 2003 წელს 2003 წელი დიახ ნინო უკვე ოპოზიციაში დიახ ოპოზიციაში ბრძანდებოდა ქალბატონი ნინო და ეგ წინა საარჩევნო კამპანია იყო ხედა კაცები მაინც იყვნენ მაშინ არა იყვნენ როგორ არა ამათთან შედარებით ისინი ადამიანები იყვნენ რომლებსაც შეეძლოთ გაეგოთ ადამიანური გასაჭირიც შენი პოზიციის გაგებად შეეძლოთ და ნუ არ ვიცი ხა კი არ მივტირი იმ დროს ის დრო ეტყობა უნდა წასულიყო მაგრამ ის რაც იყო იმ დროს უკეთესი ეგ უნდა ვაღიაროთ და უნდა ვთქვათ შემდეგ ხა ბევრად უფრო ეს დემოკრატიულ თვალსაზრისით ბევრად უფრო უკან წავედით ზუსტად აი იმ არჩევნები რომელიც მიშამ წააგო ეგს გახდა მიზეზი მაშინ ჩემი სამსახურიდან წამოსვლის განცხადება მე დავწერე მართალია მაგრამ ეგ პირველად ვამბობ ხა საჯაროდ იძულების წესით განცხადების დაწერა გახდათ იმიტომ რომ მიშამ ეს 2000 ლაზე ლაპარაკობ შენ მიშამ გურიაში წააგო გურიაშიც და ყველგან წაგება რა 40 არა იყო ერთ-ერთი დიდი სოფელი ყუბანი სადაც მიშამ სამარცხვინო წააგო არჩევნები და იქ ცხოვრობდა მაღალი ჩინოვნიკები ალბათ 11 ადამიანი რომელიც სახელმწიფო შტოს წარმომადგენელი გახდათ და კიდევ ბატონი ალეკო ცინცაძე სოფლის მეურნეობის მინისტრი რომელიც შტაბის უფროსი გახდათ აი მაგ სოფელში ცხოვრობდა ზუსტად ეგ იყო შეხუთი და აი მაშინ განტევების ვაც ეძებდნენ და იქ წააგო? მიპოვეს კი და იქ წააგო ზუსტად მიშამ. და ნახეს განტევების ვაც ჩემი სახით, იმიტომ რომ თურმე ჩემი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი გაჩეჩილაძის სასარგებლოდ მუშაობდა დამკვირვებელი იყო და ეგ დაუდეს შემდეგ პეტრეცის კარიშვილს რომ აი შენი სამსახურის ხელმძღვანელი რომელსაც შეუქმენი მართლაც კარგი პირები მქონდა ვერ ვიტყვი და მართლაც მუშაობა იყო მაშინ იმასთან შედარებით რაც დღეს ამ სამსახურში ხდება ფაქტიურად სამსახური აღარ არსებობს და ნუ ახლა იმანაც ჩემთან ძალით ვერაფერს ვერ გავიტონდნენ და თხოვა ადამიანმა რომელიც მაშინ ეროვნული სამსახურის უფროსი გახდა ლაშა ორკოშნელი ან შენ უნდა დაწერო განცხადება და ან მეო და აი ხათრი ჩემი სუსტი წერტილი ხათრია იცოდნენ და ზუსტად ის წერტილი მომინახეს და ანუ მინდა თქვა აი შევადაროთ ის წლები და შევარდნაძის მმართველობის დროს. ის მაინტერესებს. ეხლა დღეს არის გამგებელი, რომელმაც ციხლი ამოარტყა მიშა სააკაშვილს 2003-ში, ხო? დიახ. 2003 წლის აპრილში. რა მოხდა? და ეს გადაუღო სხვათა შორის ხო ეგ ფირი იყო იმის დათა ახალაიას გადაღებული დათა იყო მაშინ არასამთავრობოებში რომელიღაცაში ზუსტად ვერ გეტყვით და შემდეგ იქედან ფირი ჩემთანაც ნუ გავამრავლეთ თუ როგორაც ქვია და ერთ-ერთი ჩემთან ინახებოდა ეგ როგორ იყო იცით მაშინ დღევანდელი გამგებელი გახდათ ნავთობ კორპორაციის დირექტორის მოადგილე იქ ჭანტურ გიორგი გოგუაძე ხო? ხო გია ჭანტურია იყო უფროსი და ეგ ჩვენთან ლანჩხუთში მაშინ ძალიან დიდი თუ გახსოვთ აი ეგრეთ წოდებული ტერმინალის მიწების ამბავი იყო როცა გლეხებიდან გლეხებს საკომპენსაციოდ თავიანთ მიწებში გადაცეს მიზერული თანხა 2 და რაღაცა ზუსტად არ მახსოვს და სინამდვილეში გამოყოფილი იყო ბიპი იყო მაშინ თუ არ მეშლება რომ ხო მასე ნუ დავწერმან ანუ 4 და რაღაც ანუ ეგ დიდი საკითხი ანუ მოწინააღმდეგე იყო და იქ იყო გაწევა მოწინააღმდეგე იყო და ზონდერბრიგადა შექმნა ზონდერბრიგადა აი ხო ესე რომ და ეს ხმიშას თავს ხო და ეს ხალხი დაათრო მოამზადა და თვითონც აი ძალიან კარგად ჩანა თქვენ გაქვთ გონი ბატონო გელა ეგ პირინა მე პირინახე კი ხო კარგად ჩანს ეგ პირიცა მაქვს ნანახი და ერთი სხვა ფირი მაქვს და ამიტომ მოვიდა თუ არა არ დავასახელებ ეხლა ეს კაცი იფიქრა რომ აი ჩახვაძე ამ ფირს გამოიყენებს არა და მართალი გითხრათ არ ვაპირებდი ფირის გამოყენებას იმიტომ რომ მეც დავიღალე ამდენი ბრძოლით მეთქი ჩემთვის ჩუმად ვიქნები და არ გავაპროტესტებ ეს ფირი სადაგ ჩამარხული ახლა აი ეხლაც მაქვს ხო გაკ კი როგორ არა მაქვს უკვე ძალა დაკარგა ამ ფირმა არა კარგი
ეხლა რა კონტურები იკვეთება გურიაში? ასე უნდა გვეძინოს? კარგი, ეძინა ჯერ არ ჩქარობს. დიახ. ნაციონალები დააშინეს და დააჩმორეს ყველა. კი ბატონო. თქვენ არის ზარი? მოიცეთ ერთ წუთით უსმინოთ ბარემ, იქნება ახალი გისმენთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ. აი მე სახელი არ ვიცი ქალბატონის და უსმენდი გაიხანია ვისმენთ და დიახ. ხალხი ახლა ამდენი წლის განმავლობაში რომ ამ სინდისურებთან შევდა ერთთან როგორცან უბრალოდ რაღაც ისეთი მონანიდის ცნობაც უმაინც ასპარაგობა დაგონია როდესაც სულ როდესაც უწოდებენ ჟვანოიას და შეიძლება გადასვლას ეფლეავდო არა თუ საფრთხის უნდერია გადასვლებული და პერსპექტივაზე ჩადებული იმაზე როგორ არ უნდა გასწორდეს გადასვლელი იყოს და უცოდებს საფრთხიდან ხრიდან მასე ხალხს ჩემო ბატონო ცოცხლებზე ვილაპარაკოთ მე არ მგონია რომ რაღაც მონანიდის რომ ამდენ წესი იყო და თვითონაც მე მგონი უკვე იქნება და მაგის ლაპარაკი ისეთი იმით ლაპარაკობს ამას რაღაც დავშევიდეთ რომ კარგი მე გაგცემთ პასუხს დიდი მადლობა მე გაგცემთ პასუხს ნაციონალებთან რო იყო თუ ინანიებს მაგრამ ეხლა რა არის იცით ჩემო ბატონო სწორედ იმისი გვეშინია დღეს ჩვენ და იმაზე გკიცხავენ, რაზეც დაუშვათ გკიცხავდნენ სააკაშვილის მოსვლის პერიოდში. აი ძალიან ერთ-ერთზე ჯდება და მახსენდება. კი ბატონო, მაშინ ყველა ჩავარდით ეიფორიაში, ოღონდ შევარდნაძე წასულიყო. ხო ასეა რა. ეხლა ჩავიხედოთ ჩვენს გულში ყველა. მოდიოდა ახალგაზრდული რაღაცა ჯგუფი, გვიხარო და დავდიოდით მიტინგებზე და ვცდილობდით რომ მოგვეშორებინა რა ხო მოგვეშორებინა ეს აღარ შემიძლია მე შევარდნაძე 72 წელს ხო მოვიდა შევარდნაძე ცეკას მდივანი გახდა შეიძლება პატარებს არ ახსოვთ 72 წელში მოვიდა მაშინ ვიყავი 12 წლის 12 წლისა რო ვიყავი მე კაცო გავიზარდე მაგის ხელში დავბერდი ლამის რა და მაგის ხელში გავთეთრდი რა 30 წელი იყო ფაქტიურად საქართველოს მინიმუმ ხო და ოღონდ ეს ასულიყო და ახალი მოსულიყო რაღაც არ გაამართლა კი ბატონო და ეხლა დღეს რო ვლაპარაკობთ აი დღესაც იგივე გჭირს ოდესაც ჩვენ რაღაცა ჩავეძიებით რომ ბატონო ბიძინა რატო ასე და რატო ასე არა ეს რატო დაიყენე გვერდით ის და თქვენ რეკავენ და თქვენ ვინ გეკითხებათ დააცალეთ კაც ასე გვირეკავდნენ ზოგიერთები 2008 წლის ომი რო დაიწყო ცხინვალში აცალეთ მე პირადად მირეკავდა ვიღაცა ქალები მირეკავდნენ და შეგათახსირებულო აცალე მიშას დაამთავროს ეს ომი მაინცო ხო დაამთავრა ვაცალეთ ბატონო ვაცალეთ რა შეხვდა დიდი მადლობა ზარისთვის ერთი წუთი კიდე ზარი არის და მე უპასუხოთ გისმენთ ალო დიახ გამარჯობათ გონული ქალბატონია მაგრამ ხა სხვათა შორის მე არასოდეს დამიჯერე ნაციონალებისთვის არასოდეს მიმიცია ხმა და ვიცოდი რომ მოდიოდა საშინელი პიროვნება და არც ხმა არ მიმიცია მომისვი და არ პრეზიდენტად დამირჩიე და ძალიან ბევრი ამის მოწინააღმდეგე იყო და ციტავ ისეთ ადამიანზე ვლაპარაკობთ კარგი შემოქმედებასაც ყოფილა ცუცრობა კარგიც უნდა თქვა ისე როგორც მიშაზე თორე ჩვენ არაფერი არ გვიშვილება ობიექტურები უნდა იყოს და არა სუბიექტურები შემოქმედების დროს ძალიან ბევრი კარგი რამე გაკეთდა უბრალოდ ის ადამიანი არ გამოდიოდა და ამაზე არ აკეთებდა და პიარს არ იკეთებდა თავისას თორემ ეხლა ინტელიგენციას პატივსცემდა გადასახადები ბევრად უფრო ნაკლები იყო ისეთ ხარ რეალურად ვლაპარაკობთ ლარნახევარციხლის თმაში ტელეფონის ფულს და შეკის ფულს საერთოდ არ ხედავ ტელესაკათოლო მაგრამ ეს კაცი სადისტი არ ყოფდა ხალხს ამსხურეს ციხეში ვარიხიდან შუქის ფულს და წყლის ფულს რეალურები ვიყოთ არა შედარებით ბევრად ჰუმანური იყო ქართული კაცი იყო ბოლოს და ინტელიგენციას და ჯარისხილებს ავუწოდებდა ძალიან პატივსცემდა ხელოვნების პატივსცემდა ჟურნალისტებს ძალიან პატივსცემდა ძალიან უყვარდა ახალგაზრდობა და ვალები საერთოდ არ ქონდა აბსოლუტურად და ამა თუ რაღაცა გააკეთა 10 მილიარდი ვალი აქვს და რა თქმა ეხლა ასეთი გადმორიცხული ფულებით რაღაც გაკეთებული იცით კი ქონდა რა საკვირველია მოხუცდა შევარდნაძე ძალიან დიდი პიროვნება იყო როცა ცეკას პირველი მდივანი იყო საქართველოს მაშინ საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა იყო როგორც ეკონომიკით ისე პოლიტიკით და ძალიან
ძალიან ბევრი რამე კარგი გააკეთა მაგ ადამიანებს ძალიან ბევრი თუნდაც დემოკრატიის თვალსაზრისით თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს და არ შეიძლება იცით ასე ხარ რადგან მოხუცდა ეხლა შეცდომები თუ ამას აქ ამას უნდა ვაპარაკოთ იმასაც გქონდა შეცდომები მაგრამ პიარს არ იკეთებდა და ამან რამდენი სავარაუდო გააკეთა რამდენი სახელი იმდენი იყვირა დიდი მადლობა დიდი მადლობა ჩვენ წეგან ზუსტად სწორედ მაგაზე ვლაპარაკობთ რომ შევარდნაძის დროს მისაღებ უფრო დემოკრატიული იყო საზოგადოება ვიდრე დღეს ამიტომ რაც იგღირებული იყო ის ღირებულებები რა თქმა უნდა ამ საზოგადოებაშიც უნდა და გადმოვიტანო და რაც შეეხება სიამაყე რომ დაინახა ჩემთვის დიახ მე ამაყე ვარ იმიტომ რომ სადაც ვიყავი და როცა ვიყავი იქ ნამდვილად კეთილსინდისიერად ვასრულებდი იმ საქმეს რაც დაკისრებული მქონდა და ეხლა ძალიან მიყვირს მე ძალიან ბევრჯერ აი მართლა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ქარში და წვიმაში ფეხით გამივლი 10 კილომეტრი იმისთვის რომ საქმე მოითხოვდა ამას და არ იყო სხვა საშუალება და სხვა დრო ეს იყო ქათმის გრიპი ისე რა ქვია სხვადასხვა ფორც მაჟორული სიტუაციები ამერიკულ პეპელასთან თუ რაღაც და სადაც შეიძლება ნაციონალებში დღესაც მოიპოვება ადამიანები, რომლებიც ღირსების მატარებლები არიან და ღირსეულები არიან. დამეთანხმებით ალბათ. ეგ ეხა არის რატო არის იქ მე მიმაჩნია რომ ეხა თქვათ ადამიანი რომელიც უფრო ღირსეულია იმის ყოფნა იქ უფრო ქვეყნისთვის გამოსადეგია ვიდრე მის ადგილას უღირსი იყოს. ლელა უფრო ძველებში გამოჟონავს ხოლმე აი კაცური რაღაც ვარიანტები რა კიდე ნაციონალი იყოს აი ძველებში ძველი გადმოყოლილები რო არიან. შეიძლება არა ამათ ვერ გაუგერა აენაზე ლაპარაკობენ როგორ ლაპარაკობენ რა წყობა აქვს იმისი რა წინადადებების. გასაგები ეხა ჩვენ ლაპარაკობ იმაზე რომელიც ვიზუალურად ყველა დღე მაგრამ პირს არ ამოძრავებენ და ისე ლაპარაკობენ წარმოგიდგენია მანერა არის არა და ჯერ იყო სიტყვა და მე საქმე თვითონ თქვენი პარტია მოძრაობა რას აპირებს გურიაში ჩვენი პარტია გურიაში აპირებს სერიოზული განაცხადის გაკეთებას მაგრამ წერან ჩვენ მივატოვეთ საუბარი რაზეც გქონდა აი იმ გვალებზე რომლებიც ჩვენს მხრებზეა ჯერჯერობით ადამიანი 200 ადამიანი ცოტა არ გახლავთ ერთი პარტიისთვის რომელიც მოვალია შენი უბრალოდ მორალური უფლება არ გაქვს რომ რაღაც სიახლე წამოიწყო თუ ამ ხალხს არ გაისტუმრებ და ამაზე ჩემი პარტიის თავმჯდომარე ბატონმა სერგო ჯავახაძემ ძალიან ბევრი ენერგია და ის დახარჯა რომ ეგ საქმე მოეგვარებინა იცით რამდენიმე სასამართლო ყველა პროცესი ქონება და როგორც გვეუბნებიან მოხდება ახსრულება ანუ ამ ვალების გასტუმრება და ეს არის რატო გააკეთა ამ კაცმა ასე და უშუალოდ მაინც დაუყადაღეს მაინც წართ მე ვენ ხო იქ მანქანებია ეს ახირებების და პრინციპების თუ გადაეხადა ის რაღაც 300,000-ია თუ პოლიტიკა არ არის ახირებების ადგილი და რაღაც პრინციპების პოლიტიკა არის მანევრირების საშუალება და კომპრომისების ხელოვნება საერთოდ და ნუ არ ვიცი ხო თავი მე გეტყვით ეს კაცი აპირებდა ამ ვალების გადახდას ნამდვილად ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ მე ორჯერ მქონდა შეხვედრა ბატონ ზურან ოღაიდელთან ერთზე შეხვედრა და მან ორივეჯერ თქვა რომ ის აუცილებლად გადაიხდიდა ამ ვალებს ნუ დროის რაღაც მონაკვეთში არა ნუ რო თქვა მოდი ახლა სხვა კუთხითაც შევხედოთ ეხლა არ შეკვირია მე წამოვედი იქედან და ძალიან ნაწყენი წამოვედი ბატონ ზურადან მაგრამ მე მინდა თქვა რომ ზურა ისა ნოღაიდელი ნამდვილად არ შეკრებია ხელისუფლებას იქ მოხდა ძალიან ბევრი რაღაც აი თუნდაც ყველაზე ცუდი ის იყო რომ თვითმმართველობის არჩევნებში აპირებდა ოპოზიცია ერთად გასვლას შემდეგ გახსოვთ 4-1 ანუ არ მოხდა ოპოზიციის გაერთიანება და საჭირო სწორედ ამიტომ ვერ მიაღწია იმ საჭირო პროცენტების დაგროვებას, რასაც ვარაუდობდით იმ ეტაპზე. როდესაც ადამიანს ამუშავებ, უნდა ეგ უკვე სხვა თემაა. მე არ მაინტერესებს შენ რამდენი პროცენტია. და მე მინდა თქვა, რომ ეგ იყო თავისი გარემოცვის, რომელიც მას ჩაშიჩინებდა, ალბათ რომ ეს იყო წყალში გადაყრილი ფული და აღარ გაესტუმრებია ეგ ვალები და მოკლედ ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი პარტიის გახლავთ ამ ვალების გასტუმრება. ვალების გასტუმრება. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ჩაიერა ვალების გასტუმრება შემდეგ ეს ვალები ხო კარგი მაგრამ მუშაობა მაინც საჭირო არჩევნები ახლოვდება
ვაპირებთ ვალებს თუ დაელოდეთ თქვენ, როდის გაუყიდიან ახლა ნოღაიდელს ქონებას? ხო, არ დააგვიანდება ბევრი თუკი ხელისუფლების ნება ექნება ამის აღსრულებას, იმიტომ რომ სამართლებრივად ყველაფერი მოგვარებულია და ახლა აღსრულებაც მალე უნდა მოხდეს. ამის შემდეგ ვფიქრობ, აქვს ნება მაგისი. კი დაუყადა. ვერ გეტყვით, ალბათ უნდა კონდეს თუნდაც იმიტომ რომ დემოკრატიული თვალსაზრისით იმით რომ აი მე უდგავარ პოლიტიკურ პარტიას რომელიც ჩემი ოპონენტია მაგრამ სიმართლეში ვარ მის გვერდით ან რაღაც მსგავსი რაღაცები ვერ გეტყვით ყოველ შემთხვევაში ან როგორ რატო არ უნდა მოხდეს ეგეც არ მესმის თუკი დაყადაღებულია ქონება თუკი დადგენილება სააპელაციო ძალაში დატოვა სასამართლო გადაწყვეტილება ყველაფერი ან უნდა მოხდეს აღსრულება ვაპირებთ რეგიონალური ოფისის გახსნას ერთი წუთით ბოდიში გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ მოგესალმებით ეს პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა ბიზნესმენი და რა თქმა უნდა მას თავისი პოზიტიური საკითხი ორგანიზაცია დავაყურებდა მე მაინც მომია მიხეილ სააკაშვილის დაბადის კაცი იმიტომ რომ და ცუდი არ არის ამაში პოზიტიური ხედავ იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი თავადაწყანებდა რომ არ ამყავს გაფიჩებული ოპოზიცია მართლაც იყო გამომდინარე თავისი ავტორიტეტობიდან ეს კაცი შემოვიდა თავისი ავტორიტეტით თავისი ფინანსებით და არამარტო ფინანსებით არამედ ორგანიზატორული ნიჭით და ყველაფერი თუმცა მისგან შემოწიარებენ გასაგებია და რაიცარიტა ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა რაც შეიძლება მეორე საკითხს შევარდნაძის მეფა ისეთი ამიდა მაგრამ შევარდნაძე უბრალოდ გამიხილოთ იგივე ხალხია შევარდნაძე თავისთავად განაცხადა მე საქართველოს უნდა ვაქციო ინტერნაციონალის ლაბორატორიაზე თუ ეს დაშონდა პროვინცია და აი იგივე ხალხი როცა შევარდნაძე ფაშისტი უწოდა ზიადგასაკუგერ და აიკაფესა ფაშისტი საქართველოს ყოველ ქართველების სუდა არადა საქართველოს სიკათეა და უპირველეს და ქართველების სუდა მე მგონი ამაში მიუღებელი არის ფაშისტი უწოდა ეს იგივე ხალხი გამოდის და ნიანგის შემოგვიძო რომ აი შემოგვესიები დოერები შემოგვესიენ არადები რაც და მე ჩემო გადაამისა შევარდნაძეს ის გასაგებია ჯერეთი თუ პირველი მასო შევარდნაძის სიტყვები რომ აბარაგებონა კაპიტალიზმის ზოგი გამდიდრებოდა ზოგი გაგატარებოდა და პირველი აი სასწავლო ფენას გაათხა შევარდნაძე როცა ზვიადი აცხაურდა პრივატიზაციას და კომუნური დასასო გადამავალებები გამოცხადა ხოლო შევარდნაძე აი ეს შოკული თერაპია სიგუარო მიჩნევდა და კომუნისტურად აბრალდა გასაგებია შოკული თერაპია როცა არაერთხელ თხოვს აბრალდაძის და ყველა მაგო როცა შოკული თერაპია ჩატარდა და აი ეს ყველაფერი მანქანა განადგარებით შარის პასად ჩაიდრეს შემდეგ გაკეთდა და მაშინ მოხდა ხალხის მასობრივი გადაკეთება და შევარდნაძის კომენტარი მაქვს მე შევარდნაძე მიიწერა ის რომ თითქოს გაეროში მაგის ხალხით გამოერთიანეს რაც იყო კარგი დიდი მადლობა ეკიდოერთი მიდაყვა იგივე აფხაზეთის საკითხში დიახ დრო იწურება ჩვენი კაცი რომელიც სასწავლო პროცესი განაახლა და ამდენი ბავშვების ყოველ დაუცოცოებში ამდენი ბავშვების სიცოცხლე საპოზიციაა და თემი აფხაზეთის განმავლობაში მას უძახდა და ყველაფერი ბოლოს გამოვიდა ყველა ერთი ნაცხარობის თუძრები პირველი გადმოხდა იქიდან შევადადი დაპოზიციო თუ იარი იყო ცხოვრებაში ღეციდურე მოიტანა ცხოვრება თორე შევადადი კი არ გვიერთებდა ცხოვრებას კი გეთახმებით კარგით მადლობა დიდი მადლობა და რაღაცას ახლა ჩვენ 5 წუთი აი ყველას აქ თავისი პოზიცია მართველებთან დაკავშირებით ზოგ ზვიადისთან დაკავშირებით შევარდნაძესთან მე ასე ვიტყოდი რომ ყველას ქონდა რაღაც პოზიტიური და ყველას ქონდა რაღაც ნეგატიური და ჩვენ თუ გვინდა უკეთესი ქვეყანა უნდა გავაანალიზოთ წარსული კარგად რომ აწმყო იყოს შემდეგ უკეთესი თორემ ესე ახლა ვიღაცა მოწონს ეს არა ჩვენ პოლიტიკოსი მისი ქმედებებიდან უნდა შევაფასოთ და არა მარტო პიროვნული ღირსებებიდან და არა შევარდნაძე ეს ახლა თავისი ცოდვები რა თქმა უნდა და დღევანდელი ხელისუფლებაც ასე თუ ისე მის პოლიტიკას არის ნაზიარები და გაგრძელება რაღაც სხვა სახით უფრო რაც მოსულ შევარდნაძე ახალგაზრდა რო ყოფილიყო ალბათ იგივეს გააკეთებდა რაც დღეს ხდება ახლა თუ არ გავითვალისწინებთ არა უნდა გავითვალისწინოთ ის რომ შევარდნაძე დინჯი პიროვნება იყო და არასდროს არ აჩქარდებოდა იმაზე მეტად ვიდრე პოლიტიკაში მიღებულია ხო მაგრამ ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება და რაც რა თქმა უნდა გაგრძელება და ეხლა რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოსვლას და ის ბატონმა ბრძანა რომ სააკაშვილის პროექტიაო და
თვითონ გაიჩინა კონკურენტიო და ამაში კიდევაც ხედავს დადებიც ცოტა მეეჭვება მაშინ ცოტა ლოგიკაში არის შესაძლებელია ეგ აზრი არსებობს ეს აზრი და გააჩინა უმოქმედობამ არსად არც ერთ რეგიონში თბილისშიც კი სხვანაირად შევხედავდი ამ საკითხს ხელისუფლების სულ არის ორი გზით ხო რევოლუციის გზით და არის დემოკრატიული არჩევნების გზით და ეხლა მოდი ვთქვათ ჩვენ გვყავს პატრონები რომლებიც ყვეტენ ასე თუ ისე რაღაც დონეზე ჩვენ ბედს და სრულიად შესაძლებელია რომ ჩანაცვლება ხდება ხელისუფლების და ნუ ხდება არჩევნების ორ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ რევოლუციით მოსული უნდა წავიდეს რევოლუციით მაგრამ თუ კი ახლა გამოუძვერით როგორმე აი მშვიდობიანი გზით ხო რევოლუციის გარეშე ეს იქნება კარგი მაგრამ იქნება ჩვენი გამარჯვება და დამტკიცება იმის რომ შევდექით არა შევდექით სახელმწიფოთ მართლაც თუ კი რევოლუციას ავწდით რევოლუციას თუ ავწდით ეს იქნება ის რომ პაპუასური მდგომარეობიდან გამოვედით ისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ ანუ გამარჯობათ ჩემი პირველი თქმით ეკითხათ ნუ თუ ვერ ჩანაცვლება იქნება ისეთი ადამიანი მოდის რომელზეც ლაპარაკი ჩანაცვლება მე მგონი ყველა გონერია და ხელისუფლების ჩანაცვლება რა ჩაუცვლება რა შეიძლება მათ ჩანაცვლება მაინტერესებს ამ ერთისგან ამ მეორისგან ჭირდება ამას ის არაფერი არ ჭირდება კარგი ერთი თუთი მომისმინეთ მაგრამ გურიდან არის წარმომადგენელი რომელსაც სტატიკად მოსდოს შევასწავლეს პერიოდი არ მოსდოს არა უბრალოდ კაცები იყვნენ მაშინ ეხლა კაცები აღარ არიან უბრალოდ კაცები იყვნენ ხო იყვნენ ერთი თუთი რა დიახ ხანი ჩვენ 12 წლის დიახ მაშინ 30 წლის 70 წლის და ჩვენ თვალზე გაიარა იმ საშინელებმა აი ზოგი კანტრი ნახდებოდა მე ძალიან ახლოს ვიყავი მას პატრიოტებს ზოგი კანტრი და როგორ ჩაიჭრა გასულ როგორ მოგდავარიშვილე კრაუკნა სიცხლის გუმები და კი გეთახმები და და მოსკოვში ჩამოვიდა და მოკლა პირველი პრეზიდენტი ჩვენი რომელსაც სამშობლო იყო ენა მამული სასწავლებლად და კიდე მაგაზე როგორ მატარკულუცა ველოდები რომ არის კაითეს გვეშობთ კარგი დაწყნარდი დიდი მადლობა ნუ ნერვიულობთ კი არა ჩვენ ერთმანეთს ვადარებთ ერთმანეთს რომელია უარესი და რომელია ცოტა ოდნა უკეთესი ნუ შეიძლება შეცდომებთ უშვებთ ამ შედარებისას რა ხო ეხა ჩვენ ექსპერტები არა ვართ რაში ჭირდებაო და ჩანაცვლებას ეთყობა ეძახიან რაღაცა სხვა რაღაცა გონიათ ჩანაცვლება ის რომ შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დარჩეს მიშა სააკაშვილი არ გაუშვა ხელისუფლებიდან იყოს აქ კიდე რამდენიმე წელიწადი მოვა მეორე საპრეზიდენტო არჩევნები და ისევ შეიძლება მიშა მოაჯდეს ამ ქვეყანას აი ეგ არის ჩანაცვლება დროებითი რაც მოხდა რუსეთში მე იმის სუნი მცემს რუსეთის სუნი თორე ეხლა ბიძინას რაში ჭირდება ბიძინას არ ჭირდება ალბათ არც ერთ ადამიანს არ ჭირდება მაგრამ აქ ხო სხვაგან იწერება სცენარები რამდენი დაგჭა 2 წუთი 3 წუთი 2 წუთი ბოლოს 1 წუთი შენ 1 წუთი მე გამოცხადებისთვის კი ბატონო ბოლოს ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ალბათ მე თვითონც გავაქტიურდები პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად ჩავერთვები და არა მარტო მე მინდა რომ მთელ ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდო ახლა წყალგამყოფი არ ვიცი ვინ ვისია ვინ რასია მოდი იყოს ასპარეზი ახლა და ის დრო რომ აი დაამტკიცონ რომ მესამე ძალა უნდა შევქმნათ და უკვე მესამე ძალა შეიქმნა და აი მართლა თუ გვინდა ქვეყნის გადარჩენა და უკეთესი მომავალი, მაშინ ეხა პოლიტიკა არ ესწავლება ჩვენ პოლიტიკოსებს, თუ კი უნდათ და ამისი სურვილი აქვთ. და თუ კი ამის ნება და სურვილი აქვთ, დადგენ მართლა ისე როგორც წესია და როგორც რიგია და ქვეყნისთვის. კორექტული ხარ დღეს. არ ესწავლებათ პოლიტიკა, როგორ არ ესწავლებათ? პოლიტიკაც არ ესწავლებათ. მე უბრალოდ ის არა, როგორ აიცით ხშირად მithქვია დიდი ადამიანები, ხა პირადი საუბრები მქონია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვათა შორის ბატონ ზურანო ღაიტოს იმიტომ ვაფასებ, რომ უთქვია, რომ აი თქვენ რეგიონებიდან სხვანაირად ხედავდა თურმე ბევრად უფრო სწორად ვიდრე ჩვენ
ჩვენ აქ ანუ ადამიანი რომელიც ისმენს რეგიონებიდან ხმებს ის ყოველთვის წარმატებულია და მე მინდა კიდევ წმინდა მამების გამონათქვამი გავიხსენო რომ საიდანაც გაქებენ იქედან უნდა გაიქცე სადაც გაქებენ დიახ იქედან უნდა გაიქცე დიახ ბიძინა უნდა გაიქცეს არა ვიღაცა ყველა ხო არა აქებს ანუ მიიღოს ის შენიშვნები კარგი ჩვენთვის განკუთვნილ დრო ამოიწურა დიდი მადლობა ყურადღებისთვის დიდი მადლობა აქტიურობისთვის ჩვენ შევხვდებით ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ლელა ჩახვაძე მე გახლავართ გელა ზედელაშვილი გაზეთების ალიასა და ქრონიკის ჟურნალისტი ჩვენ შევხვდებით მომავალ პარასკევს 13 საათსა და 20 წუთზე